ყოველობის შემდეგ, როცა თბილისში გადმოვედი, არ მავიწყდება სოფელი ჯუმითი და ის ქალი, რომელიც იქ ვნახე და რომელმაც მიმიღო როგორც სტუმარი. მეჩვენება, რომ მე ვნახე გენეტიკური კოლხი ქალი, მრავალ ჭირგადანახული, წელში გაღუნული. ეტყობა ყველაფერი ტკიოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. იყო 80 წლის. 80 წლისას ჩემის აზრით არც სტუმარი უნდა ყვარებოდა, არც შვილთა შვილი. იმიტომ რომ წუხდა, მაგრამ ჩემთვის ის იყო საოცრება. ჯუმითი საერთოდ სახელითაც არ ვიცოდი, რომ ეგერი სოფელი არსებობდა. ჩვენ რატომღაც გეოგრაფიაში ბავშვობაში თუ შემდეგაც რომ ვისწავლეს, ჩვენ ქვეყანაზე ისეთი ზოგადი ლაპარაკი იყო, მე მგონი განათლების რეფორმა რომ მოხდება, საქართველომ თავის გეოგრაფია უნდა ისწავლოს. ამდენი სწავლული პროფესორი, აკადემიკოსი ამაზე უნდა დაფიქრდეს. მე და მოხუცი, რომელსაც ერქვა ორღა და თავის სახელს ასე წარმოთქვამდა, მე ორღა ვარ, გაბედა რუსეთმა ოკუპანტმა ბევრი რამ მოგვახლია თავზე. თუნდაც ის, რომ ქალბატონო ბატონო, მე მინდა ორღა გაბედავა სახელი გავიხსენო მეგრული სიტყვით, რომელიც მეჩვენება, რომ ულამაზესია. პატონ ორღა გაბედა. როდესაც სუფრა გამიშალეს, მიყურებდა და მეუბნებოდა. მოგწონს, ღმერთო ვფიქრობდი, 80 წლის არის და ჩემზე ზრუნავს, რომ მე მომეწონოს ის, რაც მომართვეს. და როცა დაღამდა და უნდა დავწოლილიყავი, მან ასე ბრძანა. სტუმარი დააწვინეთ სასტუმრო ოთახში, დივანზე და მისი თეთრეული ყველაზე კარგი გამოარჩიე მიმართა შვილიშვილს. გამიკვირდა, არ მიცნობდა და მეფერებოდა. ბოლოს რამდენიმე დღის შემდეგ მე მიმმართე პატონ ორღას. შეიძლება ყველა რომ გეძახეთ ბებიას, მეც დაგეძახოთ ბებია. მაშინ მე მამიდას დაგეძახებ, იმიტომ რომ ჩემი ძმისშვილი, მისი მეუღლე და ბავშვები მამიდას მეძახდნენ. ეს ლამაზად ვერ თობედით, ამიტომ მე ვეუბნებოდი ბებია, თუმცა მე უკვე 60 წელს ვიყავი მიღწეული. და აი ამ ქალისგან, რომის გახსენებაც მე ასე მომინდა, ისეთი მოფერება მივიღე 1 წლის განმავლობაში. 1 წელი, იმიტომ ვამბობ, რომ მერე არ გაჩერდა შვილიშვილი. თავის ოჯახთან ერთად კი ვთხოვდი, რომ რამდენიმე წელი გვეცხოვრა ბავშვებს, სოფელი იმდენ რამეს ასწავლის, იმდენ რამეს ანახებს, მაგრამ არ მომისმინა, არ დამიჯერა ძმისშვილის მეუღლემ.
ნესტანმა. როცა ხილი ჩამოვარდებოდა, პირველი ნახე რა გემრიელია, ჩემთვის მოქონდა და ერთხელ გავოცდი, როცა უკრაინიდან მისი შვილიშვილები ჩამოვიდნენ, მის სანახავად მოუტანეს საჩუქრები და როცა წავიდნენ, მე მაჩუქო. და დღესაც მგონია, ყოლხი ქალი, იგივე მეგრელი ქალი, ატენ ქალი, ატენში დევს სიტყვა, პატივის აზრი, პატივისცემა, ლამის თაყვანის სცემა. და ჩვენ მეგრელები თურმე ადრე ასე ვეძახით, პატენ ოსურ, პატენ კოჩი. იმიტომ რომ მასში იყო ადამიანად ღმერთის შექმნილი ცნობა და ბატონს იმიტომ არ ვლაპარაკო, რომ ბატონში მე მგონი დამპყრობის ცოტაზე მეტი სისასტიკე დევს. ორღასთან ერთხელ ასეთი რამ მოხდა, რომ წიწილებმა დაკარგეს დედა, მგონი ქორმა წაიღო. მე დამრთქალე კიდე სადღაც დაიკარგა და გადარჩა 3. 2 კიდე რაღაცამ შეჭამა და ყველაზე პატარა უსუცური მათ შორის დარჩა და მე გადავწყვიტე გამიზარდა. მე მას დავარქვი მეგრული სიტყვა ჭიჭე, პატარა, ოღონ ბოლო ასო შევცვალე, რომ ლამაზი ყოფილიყო. ჭიჭა დავარქვი. პატარა გალია გაუკეთე და როცა მიმყავდა ქართმები, როცა ადიოდნენ საქართველოში, მის მიმყავდა ის გალია იდო ჩემი საწოლის წინ. ჩავსვამდი მასში და მივდიოდი, ეს ოდაში ხდებოდა, ჩემი საწოლი იყო ოდაში, მეგრულ ლამაზ ოდაში. და მე ჩავდიოდი დაბლა, იქ იდგა პატარა, აი ძველებული და შეიძლება შევადარო ქოხს, საბზაც, ესე იგი საჭმლის მოსამზადებელს ეძახდნენ. იქ იყო ბუხარი, გვერდთო ცეცხლი და ვლაპარაკობდის, რომ გვეგონა, გვჯეროდა, რომ აფხაზეთში დავბრუნდებოდით. და თანაც მახსოვს, როცა ჯუნში პირველად ვინმე მეზობელი შემოვიდოდა და კითხულობდა ვინა ვარ მე, როცა წარმოვთქვამდი ლტს, ტოლვილის პირველასოებს, ბგერებს ვტიროდი. მაგრამ იმ სოფელში ისეთი სიყვარულით მომექცა, პატენი ორღას შვილები და ნათესავები, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ უკვე დამავიწყდა ლტზე ტირილი. ჩემი ჭიჭა, როცა ბრუნდებოდი გვიან დასაწოლად, მიმღეროდა. პირველად სანამ პატარა იყო, გულზე მიხუტებული მიმყავდა თავის გალიაში. მე ცოტა წამოიზარდა, უკვე მომყვებოდა თვითონ. და ერთხელ მოხდა ასეთი რამ, ბავშვებმა გადაწყვიტეს გაეჯავრებინათ ჭიჭა. მეოდა სახლის უკან აივანზე ვიჯიქვი და ვკითხულობდი. მოირბინა ჩემმა ჭიჭამ, თვალებ გადაკარყულმა და მიყვებოდა რაღაცას. პირველად მივხვდი, რომ ჩვენ დაგვავიწყდა ცხოველების, ფრინველების
მცენარეების ენა. მე არ ვიცოდი რა სწვებოდა, რა თქმა უნდა. ავიყვანე, კერძზე მივიკარი და უთხარი, რომ სანამ მე შენთან ვარ ჭიჭა, ნუ გეშინია და დამიძახა ნესტანმა. პატონ ორღას შვილიშვილმა, მამიდა ბავშვებმა გააჯავრე და შენთან მოვიდა და მოგიყვაო. რა უცნაურია, მე ასე მგონია, რომ კოლხები აი ეს პირველი არსებები, რომლებიც დედამიწაზე მზის შვილებმა შექმნეს, მათ ყველაფრის ენა ესმოდათ. ორღასთან ეს მე ბოლომდე გავიგე და თვითონ პატენი ორღა იყო იმის მაგალითი, რომ ადამიანს მართებს უყვარდეს, არა მარტო ნათესავი, უყვარდეს ყველა. მისი შვილები ცხოროწყუს სოფელში მცხოვრები მოდიოდა საჩუქრები ჩვენთან. მისი ვაჟიშვილი, რომელიც რუსთავში ცხოვრობდა, ხშირად მოდიოდა, ისეთ სუფრებს გვიწყობდა და ისეთი საჩუქრები ჩამოქონდა, რომ მანამდე კოლხებზე ფიქრი ისე ძლიერი, რომელიც დღემდე სულ მიძლიერდებოდა, არ მქონია. ამიტომ ვიხსენებ პატენ ორღას, ორღა გაბედას, რომ ის იყო ადამიანების მოყვარე, პატივისმცემელი და მიუხედავად თავის ხნისა და დაძაბუნებული სხეულისა, ის იყო საოცრება. ამატირე თქო ისე ყვებოდი. აია, ხო, გამოვიდა? კი. ჭიჭას ამბავი როგორ დასრულდა? ხო, გამოვიწყდა. ვიტყვი. ჩვენ ერთი წლის შემდეგ წამოვედით იქიდან. პატენ ორღა მითხრა, რომ შენი ჭიჭა წაიყვანეო. ჭიჭა უკვე დიდი იყო. ის მე საქათმენში ასე დავაბრუნე. მთელი კვირა მიმყავდა საქათმეში. ის ცალკე ქათმებიდან გარიდებით ჯდებოდა, მე გვერდით ვიდექი. ასე შევაჩვიე. როცა მოვდიოდით, პატენ ორღა მითხრა, შენი ჭიჭა წაიყვანეო. მე უპასუხე, ჭიჭა რო წავიყვანო, მე ხო სახლი და მეგრულად უთხარი უდე, ანუ მისაყუდებელი მე არ მაქვს, სადაც მივიყვან, იქ ხო დაკლავენ და თქვენც გთხოვთ. ჭიჭა თავისი სიკვდილით მოკვდეს, ნუ დაკლავ. მერე დიდი ხნის შემდეგ უკვე თბილისში ვიყავი, როცა ვიკითხე რა მოუვიდა ჭიჭას. ჭიჭა ხორმა წაიღო თურმე. მერე ჩვენ გავჩერდით წალენჯიხაში. აქ იყო ნესტანის დედა. შესანიშნავი პატენ ქალი, რომელიც მთხოვდა, რომ ყოფილიყავი მასთან, არაფერს მოგაკლებს. ეს იყო მედეა, მას ჩვენ სიყვარულით ვეძახდით მედიკოს, მედიკო მიქავა. ის თავის დედამთილივით მეფერებოდა, მაგრამ მე წალენჯიხაში ყოფნა არ მოვინდომე. ვიყავი 15 დღე, 15 დღე ვტიროდი და გამომაცილეს, ჩამსვეს ავტობუსში, თბილისში მომავალში და მე ჩამოვედი ჩემ მეგობარ ოლესიასთან.
და დღეს უკვე ჩემი ბინა მაქვს, მაგრამ ჯუმითი დღემდის ჩემი სიყვარულია პატენ ორღას მოგონებით. ხანი მომემატა ესე რომ მე თვითონ მიკვირს ამდენი წლის როგორ გავხდი. ახალგაზრდობაში წავიკითხე რომ პოლიომიელიტიანი მხოლოდ 60 წელი ცოცხლობს. ისეთი ახალგაზრდა ვიყავი რომ ვიფიქრე 60 რა შორს არის. იმიტომ რომ პოლიომიელიტი გულზე მოქმედებს სუდად. მაგრამ ეხლა როცა ვლაპარაკობ რომ მე ჩქარა ნახევარ თვეში ვხდები 99 წლის, მგონია რომ ვტყული ვარ. არა ვარ ამდენი წლის და მოხდა ჩემ თავზე ყველაფერი. ყურს დამაკლდა, თვალები ცუდად ხედავდნენ და ოპერაცია გავიკეთე. იმ იმედით რომ მეტი სინათლე მექნებოდა ყოველ შემთხვევაში აი უსინათლობასთან. ოპერაციამაც კარგად ჩაიარა, მე უკვე ვკითხულობ და გადავწყვიტე მეხატა. ძალიან ძლიერ ფერებს ხმარობ მე ჩემ ნახატებში, მიყვარს როცა წითელი ყვითელი, ნარინჯისფერი და ღია მწვანე ერთმანეთს რაღაცას ახარებენ, რაღაცაზე ყვებიან. როგორც ჯუმიჩი ჩემი ჭიჭა რაღაცას მილაპარაკებოდა და არ მესმოდა, აი ფერის ლაპარაკის მისიც რაღაცას გვიამბობს. ყვითელში ისეთი საოცრებანი დევს, წითელი რაღაც საოცრებას ყვება, უნდა ადამიანს გააგონოს და მწვანე, ხასხასა მწვანე. ხან მოლზე გვიყვება, ხოლო ცისფერი, ცის მიღმა ამბებზე ყვება ალბათ. და მე დავიწყე ხატვა და შევკრთი. როცა ყვითელი ისე ვერ ყვება. შევკრთი, როდესაც მწვანე ცოტა გამირბის. მაგრამ მე თუ არ ვიკითხავ, მე თუ არ დავხატავ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე არა ვარ. ჩემი პიროვნება შაქრობას აპირებს და მე ვუძალიანდები მას. ვხატავ, თუმცა მგონია რომ რაღაცას ვაკლებ, მაგრამ ვხატავ. იმიტომ რომ მე მეჩვენება რომ გაზაფხული ხო ძალიან ლამაზია. აუ, ზაფხული არც არ არის ნაკლები, როცა რაღაცები მწიფდება და ფერი საოცრებისკენ ისვლება. სურნელოვანი შემოდგომა, ფერადი, მაგრამ ზამთარიც არ ყოფილა ნაკლები. ზამთარშიც ყოფილა დიდი სიხარული. იმიტომ რომ მე ხო ზამთარში ვარ, ჩემი სხეულით, ჩემი ტვინით. და როცა ვხატავ და მომიჩვენება რომ მე მას ვერ ვხედავ ისეც, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა, გავაბრუნებ და ცოტა ხანი არ უყურებ. ეს შეიძლება მოხდეს 1 კვირით, 2 კვირით, მაგრამ რომ ვაბრუნებ, შეკიდლებას ცოტა მიკლია, იმიტომ რომ ვფიქრობ, მე თურმე ის დამიხატავს, რაც მინდოდა. მაგრამ ჩემი მოხუცი თვალები
დიდხანს ისეთნაირად ვერ იქცევა როგორც ჯანსაღი და ახალგაზრდა თვალები, მაგრამ ცოტა შესვენების შემდეგ ისევ ხალისი, ისევ სიხარული მიბრუნდება და ვფიქრობ, დედა, რა ლამაზია ზამთარი. შეხო კატა გყავდა აქ რამდენიმე წელი. კატა არის უკან რასაც ხატავ? მომიყევი, აბა რაებს ხატავ, აბა გვაჩვენე და გიხარი. კატაზე. კი, აბა მიხარი. მე მყავდა კატა. ეს იყო საოცრება, რომ ჩემ გაიელ მეგობარ ქალთან მივედი, აქ თბილისში, რომელიც ცხოვრობდა საავადმყოფოში. ეს ხშირად ჩადიოდა გალში, აი ამ ჩვენი სტოლილობის დროს, სამი შვილი ყავდა, იქნა რაღაცები უნდა ჩამოეტანა. აქ თვითონაც ქუჩაში იდგა და ყიდდა რაღაცებს და გავიხედე. გალში ჩასვლის წინ მას კატა აჩუქა, ძალიან ჯიშიანი კატა ვიღაცამ. მე არა მაქვს ჩემი ბინა. მე არა მაქვს ის, სადაც შემიძლია თავი მივაყუდო. მაგრამ ეს კატა ისე მომეფერა, რომ მე ვთხარი, მზია, ჩემო სიყვარულო, მეც მინდა კატა. იმან მითხრა, ვიტყვი პატრონს და იქნებ მოგცესო. პატრონი დათანხმდა, იმიტომ რომ ეთყობა ეს კატები მას ეზოში ყავდა, სახლი ჰქონდა თბილისში და ეზოში კატები ცხოვრობდნენ. მითხრა, აი ამადა ამ დღეს თანაც ეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის წინ უნდა შევხედროდი, იქ უნდა მოეყვანა ჩემთვის კნუტი, მომიყვანა. და მე ჩემი თავის მიკვირდა, მე ვცხოვრობდი ჩემი მამიდაშვილის შვილის ბინაში. თავს ვეკითხებოდი. ჯერ ერთი ვცხოვრობ. უბრალოდ შემიწყალდა, შეიძლება ასე ითქვას. და მე მასთან ვარ და კატით რომ მივალ, ღმერთო, რას იფიქრებს. მაგრამ მე მანქანა გავყიდე, რომელიც ზუგდიდში იდგა, მან მითხრა, მას ეს თხილის ბიზნესი წამოვიწყო. მე ვაჩუ, ისა ვასესხე და ვიფიქრე, რომ იქნებ კატა, ზე არაფერი არ მითხრას, რადგან ჩემი ფული მართეთ. მაგრამ ჩემი კატა სვრიდა სახლს და ცოლმა უთხრა, რომ იშოვე ემას ფული, სადაც გინდა. მე დაუბრუნდა კატიანად გავუშვი აქედანო. და კატიანად გამიშვეს იქიდან. წავედი სხვა ნათესავთან. არ ვიცი იმას რამდენად მოვეწონე, მაგრამ ჩემმა ლესიამ მითხრა, რომ ახლა ბინები იაფია, იყიდე იმ ფულით, სადმე გარეუბანში ბინაო და ასე მოვხდიმე. თემქალზე. სხვათა შორის ისეთ ბინაში, სადაც ულამაზესი ხედები ჩანს. ჩემმა კატამ გაძლო 18 წელი. მე ის ისე მიყვარდა, რომ მისი სურათებიც მაქვს. სულ ვხატავ, სულ ვიგონებ. ის იყო თეთრი, შავი ზურგი და შავი თავით. და სულ სადმე რამე თეთრი მიდეს და იქვე რაღაც შავია, მგონია, რომ ჩემი კატა ცოცხალია. მასაც ვუყვარდი. მეც ისე მიყვარდა, რომ
ფიქრობდი რომ თურმე რა საოცრება ეს ცხოველები როგორი ახლობლები არიან ჩვენი და როცა ვხატა ასე მგონია რომ ჩემი მე მას როგორც ჭიჭას ასე ჭითი მოცემულ სიტყვა დავარქი მას ერქვა კაჭუ მოფერებითი კატა ალბათ ეს იყო ჩემი კაჭუ და როცა ვხატა მგონია რომ ჩემი კაჭუ ცოცხალია თუ ეზოში ჩავედი ან ქუჩაში მოვხდები როცა უპატრონო ძაღლს ან კატას ვხედავ მე ტირილი მინდა ადამიანებო როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ის რასაც შენც უყვარ ხარ ეთანხმები აბსოლუტურად მოიცა ვაჩვენოთ ხალხს შენი კაჭუ შენი კაჭუ ვანახოთ ხალხს აგე ეს კაჭუა ხო რა შვება აქ კაჭუ იმალება არა კაჭუ საფეხურზე წევს ძინავს ყვავილებთან ახლოს ნარცისებთან თუ ნარგიზებთან ხალხს შეუპირდეთ რომ შენი გამოფენა იქნება უახლოეს პერიოდში როგორ შეპირდი ხალხს რომ შენი გამოფენა იქნება უახლოეს პერიოდში ეხლა ეხლა არ მინდა ეს შეპირება ჯერ აი მე ამის ხატვას ვაპირებ ღამე დიდზე აი მე ის მიტომ მომიტანა ის თხოვე საშიკო დიდზე ის შენი ხედის ხო აი იცი რა ღამით ისეთი განათებებია ხო და აი მას ვაკეთებ დიდ აბა თუ შევძლებ და ეს იქნება დიდი ეს იქნება და კიდე ორ სურათს დავუმატებ ესე იგი ნუ ზაფხულისკენ შევხედოთ ხო არ პირდები ხალხს მაგრამ ნახოთ შეიძლება გამოვიდეს შენი გამოფენა პერსონალური ხო კი შესაძლოა სხვაგან ხო არა ეგ არ მინდა რატომ ჩემ სახლში იყოს ისე მე ყველას დაპატიჟებ დაპატიჟებ ვიღაცებს მოვლენ აი ვიღაცები რო არიან რო გიყურებენ ვიდეოებში მაგათ უნდათ რო არ გიცნობენ აბა კაი გამოდიოდა კი სიყვარულო ლამაზმანი იცი რა ამდილი დავალაგეს მინდა ჯამამონა შენ ხო ჭამარ არა მე ცოტა ხანში უნდა გავიდე ახლა და ის რა ქვია დაბადების დღე პირველში ხო გაქვს შენ 1 იანვარს 99-ს მე მისი აღნიშვნის ამბები არ მინდა ეგა ძალიან ლამაზია ეხლა რას უპირებ ამ სურათს არა აქ ვყურე რა არის აი საფეხური აქ უნდა იყოს ჩრდილი ვერ გავაკეთე კატის აი ესეც არასწორად არის აი ეს ხაზები კიდე რაღაც აი ეს თურმე არ არის სწორად ესეც რაღაცა მე ეს ყველაფერი შემოსახაზი იქნება აქ შეიძლება საშიკო დამპირე და დაუძახო ესეც რა ლამაზია